ეს ვიდეო ძალიან გამოგადგება თუ გაჭედილი ხარ ცხოვრებაში, ხშირად ტირი ემოციებს ინტენსიურად განიცდი, ყველაფერზე ნაფიქრი გაქვს, იცი ყველა შენი ტრავმა, დიაგნოზი, მაგრამ შენი ემოციები მაინც არსად მიდის. ანუ ინტელექტუალურ ხაფანგში ხარ. შენი ტირილი კი ემოციური რუმინაციაა, სადაც ამეორებ ძველ ტკივილს გაფუჭებული ფირფიტასავით. შენ ტირი არა იმიტომ, რომ სუსტი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ტირილი უფრო იაფია, ვიდრე თავისუფლება. მაგალითად, ოჯახის წევრები თუ ცუდად გექცევიან, მიზანი მათგან თავის დაღწევის კი 5 წლის შორსაა, იქნება ეს ქიდით გადასვლა, ბინის ყიდვა თუ მანქანის ყიდვა, ღამის გასათევი რომ კონდეს, არ აქვს მნიშვნელობა. მიგანიშნებს, რომ გაჭედილი ხარ კოშმარსა და შეუძლებელს შორის. მარტინ სელიგმანის დასწავლილი უმწეობის თეორია ამბობს, როცა დიდხანს ხარ გარემოში, რომელსაც ვერ აკონტროლებ, შენი ტვინი წყვეტს გამოსავლის ძიებას. ამას ემატება სოციალური დოგმები, რასაც ერიხ ფრომი უწოდებდა ავტორიტარულ სინდისს. ამ დროს შეიძლება გეგონოს, რომ მშობლისგან წასვლა ღალატია. სინამდვილეში კი ეს გადარჩენის ინსტინქტია. შენი ნებისყოფა კი არ არის სუსტი, შენი ფსიქიკური ენერგია მთლიანად ამ ორ ცეცხლს შუა ბრძოლას ხმარდება. აქ აღარ მუშაობს პოზიტიური აზროვნება, აქ მუშაობს ალბერტ კამიუს აბსურდის ფილოსოფია და არჩევანი. პირველი, შენ უნდა აღიარო, რომ უფასო გამოსავალი არ არსებობს. ათმო ფულს, დროს და თავისუფლებას, ათმო ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ერთ ადგილზე დარჩენით. მეორე, საჭიროა დროისა და აზრის დეკონსტრუქცია. 5 წელი კოშმარში გაუსაძლისია, მაგრამ 5 წელი მიზნისკენ სვლა უკვე გზა არის. რომელი გირჩევნია? და მესამე, მორალური ავტონომია. გაიაზრე, რომ ზრდასრული ადამიანის პირველი მოვალეობა საკუთარი თავის წინაშეა. თუ შენ იხრჩობი, სხვას ვერ გადაარჩენ. როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას დათმო ფული კომფორტი ან დოგმა, შენ წყვეტ მსხვერპლად ყოფნას და ხდები შენი ცხოვრების ავტორი. როგორც ნიშე იტყოდა, ვისაც აქვს რატომ, ის გაუძლებს ნებისმიერ როგორს. და შენი თავისუფლება იწყება იქ, სადაც წყვეტ იმაზე ტირილს, რისი შეცვლაც შეგიძლია, მაგრამ გეშინია ფასის გადახდის. ფსიქოთერაპიაში არსებობს ცნება, მეორადი სარგებელი. როდესაც ადამიანი ცლობით ტირის ერთსა და იმავე პრობლემაზე, მაგალითად, ოჯახურ კოშმარზე, ქვეცნობიერად ტირილი მისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქმედება. სანამ ტირი, შენ ქვეცნობიერად ვაჭრობ სამყაროსთან. ნახეთ როგორ ვიტანჯები, ამიტომ ნუ მომთხოვთ ნაბიჯის გადადგმას. ტირილი არის გზა, რომ გადაავადო მტკივნეული გადაწყვეტილება. შენ გეშინია იმ ფასის, რაც თავისუფლებას მოყვება. ამიტომ ირჩევ უფასო ტანჯვას. ტირილს. თუ ტირილს აგრძელებ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გგონია თითქოს არსებობს მესამე გზა, სადაც არც ფულს დაკარგავ, არც მშობელს აწყენინებ და არც ინერვიულებ. შესაბამისად, 100 თერაპიული სესიის შემდეგ, თუ გიჩნდება კითხვა, რა ჭირად მინდოდა ამდენი რამის გააზრება, საქმე გადაწყვეტილების მიღებლობასთან უფრო გაქვს, ვიდრე გააზრებასთან.